მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს გავაკეთოთ თუთმაჩი. ავიღოთ წყალი, მარილი და ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ეს ტრადიციული კერძი იყო ხო ბებო თქვენთან და ხშირად აკეთებდით ხოლმე? კი, ყოველთვის ვაკეთებდით. ძალიან სასიამოვნოა. ამდენ ცომი დაისვენებს, ავიღოთ გაწოლილი მაწონი, რომელიც სპეციალურად შევაყენე შემოდგომით და გავწურე და შევინახე. დავჭრით 4 კუთხედებად და შევწვავთ ზეთში და უზავთ თუთმაჯის ცომს. თუთმაჯი ძველი მესხური კერძია, რომელსაც ადრე ხშირად აკეთებდნენ ხოლმე ოჯახებში. არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი და უგემრიელესი. შეგიძლიათ ერბოც დაამატო. შეგიძლიათ მარტო ზეთში გააკეთოთ. თუ გაქვთ ერბო, ერბოც დაამატეთ, უკეთესი გემრიელია. ცომი უკვე მოიხარშა, შეგვიძლიათ ჩავასხათ გახსნილი გაწურული მაწონი. ამოურიოთ, ჩავასხავთ დახრაკულ ცხიმსაც და კერძი მზად არის. ძალიან